ენერგიას მართავს ინფორმაცია. და რას ნიშნავს ეს? დღეს რომ ვაკვირდები ქართულ ინფორმაციულ სივრცეს, ინფორმაციულ ბაზარს, ყველას მოკლედ უნდა ენერგიის მართვა, საერთოდ ყველაფერში მართვა და მართვისთვის ვართ გაჩენილები თურმე ქართველიერი, მაგრამ და ეს არ არის ცუდი, მაგრამ ადამიანების უმეტესობას სამწუხაროდ აქვს ესეთი თვისება, რომ თავს არიდებს რეალურად ინფორმაციის ფლობას. ინფორმაციის ფლობაში იგულისხმება განახლებადობა, რამდენად შეგიძლია განაახლო საკუთარი თავი, დააპდეითო საკუთარი თავი ინფორმაციულად. ვინაიდან ენერგია მუშაობს იმ ბუნების კანონის მიხედვით, რომელიც ამბობს, რომ რაც არ ვითარდება, ის კვდება, ენერგია მუდმივად დინამიური და მუდმივად მოძრაობაში იმყოფება და მუდმივად ფორმას იცვლის და მუდმივად მზარდია. შესაბამისად, ინფორმაციაც უნდა იყოს მზარდი და განახლებადი და ცვალებადი იმისათვის, რომ მან შეძლოს ენერგიის მართვა. ინფორმაციას გააჩნია ესეთი თვისება, რომ მას შეუძლია იყოს წმინდა ინფორმაციულ ველში, უნტო ფსიქოლოგიაში ამ ველს უწოდებენ სემანტიკურ ველს. ეს არის ბუნების საბაზისო ენა. ბუნების ასე ვთქვათ, ის სივრცე, სადაც ბუნება მის თავს ეკონტაქტება, სადაც საკუთარ თავთან ამყარებს კონტაქტს ბუნება და ეს, ანუ ინფორმაცია ამ ველში იმყოფება წმინდა ინფორმაციული სახით. წმინდა ინფორმაციული სახით ნიშნავს ენერგიის გარეშე. სხვათა შორის ეს ინფორმაციული ველი, ეს არის ინფორმაციის კოლექტორი, სადაც გროვდება ინფორმაცია და ასე ვთქვათ, ენერგიას ინფორმაცია იძენს მხოლოდ ამ ველიდან გასვლის შემდეგ, ანუ აქტიურდება ენერგეტიკული ფორმით მხოლოდ ამ ველიდან გასვლის შემდეგ. ეს ველი სხვათა შორის ცოტა სპეციფიკურად, თავისებურად, მაგრამ საკმაოდ ახლო კონტაქტში აღწერა ვაჟა-ფშაველამ შვილისმკვრის ნაამბობში. ანუ ადამიანი, როდესაც უახლოვდება ბუნებრივ კანონზომიერებებს, შესაბამისად, აი ამ სიწმინდესთანაც გააჩნია კონტაქტი. ანუ საშუალება უჩნდება, რომ იკონტაქტოს, თორე მუდმივი კონტაქტის დამყარება ცოცხალი ადამიანისთვის ფაქტიურად შეუძლებელია და რატო ვამბობ ამას, რომ ინფორმაცია არსებობს ენერგიის გარეშეც. ანუ წმინდა ინფორმაციული სახით და ენერგია გამორიცხულია ინფორმაციის გარეშე. იმიტომაც მართავს ენერგია ინფორმაციას. საერთოდ ბუნებაში ესეთი იერარქიული წყობა არის, არსებობს გრადაცია ფიზიკური კანონების ესეთია, რომ ჯერ ინფორმაცია, მერე ენერგია, მერე მატერია. ანუ ინფორმაცია სათავეშია. ამიტომაც მართავს ინფორმაცია ენერგიას. და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ მეტამორფოზაზე და გარდასახვაზე და გარდაქმნაზე, ეს შეუძლებელია მოხდეს ახალი ინფორმაციის გარეშე. ანუ სიახლის გარეშე არავითარი გარდასახვა, არავითარი ტრანსფორმაცია არ ხდება. ვამბობ სასიკეთოდ, მეტამორფოზაში იგულისხმება სასიკეთოდ გარდაქმნა და არა მუტაცია და უარესობისკენ გარდაქმნა სულ შეიძლება. ამისთვის ახალი ინფორმაცია და ენერგიის მართვა არ არის საჭირო. ანუ ადამიანი ვერ ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს ამ ცხოვრების მიმართ. ან კარგისკენ მიდის და ან ცუდისკენ. ესეთია გნებავთ კარმის, გნებავთ ფსიქოსომატიკის, ან ცხოვრების კანონია ესეთი, რომ ან ცუდისკენ მიდის ადამიანი, ან კარგისკენ მიდის, უნდა აირჩიოს მხარე ერთ სიტყვით და ამ არჩევანს ყოველ წუთას, ყოველ წამში აკეთებს ის. და ასე ვთქვათ, მეტამორფოზის დროშის ქვეშ როგორ შეიძლება ბედნიერების სხვადასხვა ვანებში ჩახშობა, იმიტომ რომ ბედნიერების გარეშე საერთოდ არ არსებობს რაიმე ნორმალური ცვლილება და რა აზრი აქვს ან მეტამორფოზას, ან რამე მეცნიერებას, ან რაიმეს შემეცნებას, ან რამე განვითარებას, ან ფილოსოფიას, თუ კი ის მიზნად არ ისახავს ადამიანის ბედნიერებას, ადამიანის სიხარულს, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ასე შემდეგ. ანუ
ბედნიერება კი არ არის თვითმიზანი. ბედნიერებისკენ კი არ უნდა წახვიდე. ბედნიერება არის პრინციპი, რომელსაც ადამიანი თუ კი იღებს სახელმძღვანელოდ ამ პრინციპს, მაშინ ის უკვე ყველაფერ დანარჩენს მის ცხოვრებაში აწყობს ამ პრინციპის ირგვლივ და ამ პრინციპის მიხედვით. ანუ ბედნიერება არის გადაწყვეტილება და დანარჩენი ყველაფერი უკვე ამ გადაწყვეტილების თანმდევი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ ბედნიერება უბრალოდ აუცილებელია იმისთვის, რომ მეტამორფოზა ხდებოდეს. ეს პირიქით არის. თავარია მეტამორფოზა და ბედნიერება სულ არ ყოფს შეცდომაა. რა აზრი, ყველაფერს ეკარგება აზრი, ყოველდღიურ რუტინასაც კი, დილით დადგომასაც კი, რაღაც სამსახურში წასვლა-წამოსვლას, თუ კი ბედნიერება არ უნდა განიცადოს ადამიანმა და სიამოვნება, ანუ ბედნიერების გაიგივება განცხრომასთან არის დაუშვებელი, არ შეიძლება ამის გაკეთება და სიამოვნება ნიშნავს ესთეტიკურ მიდრეკილებას. ბუნება სრულყოფილია და ის ჩვენს გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ასეთი. აი ეს არის სიამოვნების დეფინიცია, ასე ვთქვათ რა, განმარტება და როდესაც ადამიანი ამას განიცდის, ამ სიამოვნებას, ის ასე ვთქვათ შინაგანი ვიბრაციები უმაღლდება, აი ამ დრაივზეა საუბარი, აი ამ სიამოვნებაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ასე 1 კილო ტორტი შეჭამოს ადამიანმა და მერე განცხრომაში წამოწვეს და რა კაია ცხოვრება. არა, ამ სიამოვნებაზე არა. ესეც ზოგადად საჭიროა, მაგრამ ეს არ არის მიზანი. მიზანი არის გამარჯვება. და მეტამორფოზა უბრალოდ საშუალებაა ამ გამარჯვების გზაზე. ანუ გამარჯვება მიიღწევა მეტამორფოზით, მაგრამ ბედნიერების და სიამოვნების გარეშე წარმოუდგენელია რაიმე მეტამორფოზა ხდებოდეს, მით უმეტეს თუ კი სიახლე არ ახლავს და მე ისევ რაღაცა იმ ძველს უნდა დაუბრუნდე და